სხვადასხვა მარშრუტი საქართველოს თბილისის საზღვრებში, ასე ვთქვათ, ერთდღიანი ტურებს, რასაც ეძახით და ერთ-ერთი პირველი იქნება სწორედ კასპიის მუნიციპალიტეტის აი ჩრდილოეთი ნაწილი, რომელზეც დღეს მინდა რომ გიამბოთ. ეხლა ყველა მარშრუტში, აბსოლუტურად ყველა მარშრუტში უნდა შევიდეს მუზეუმი, იმიტომ რომ იმდენად ბრწყინვალე და საოცარი მუზეუმები გვაქვს ქვეყანაში, როგორღაც უნდა დავიწყოთ ამ ჩვენი მუზეუმების მონახულება და იმ ექსპონატების ნახვა, არტეფაქტების, რასაც აქ აი უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის. მაგალითად, პირველი აი ამ გუშინდელი ჩემი მოგზაურობის მუზეუმით დავიწყებ, ეს არის გრაკლიანის მუზეუმი. ამის შესახებ არაერთხელ თქმულა, ეს ვიცით, რომ 2008 წელს, როცა მიმდინარეობდა მაგისტრალის გაფართოება, მაშინ არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის აღმოჩენილი აი ტერასაზე ტერასული ნამოსახლარი. სრულიად განსაკუთრებული ძეგლი. საერთოდ ბრწყინვალე, ეხლა გუშინ ვიყავით, ცოტა მისასვლელია რთული, აი მაგას ხომ მივეჩვიეთ. მივიდეთ, იმიტომ რომ ტრასიდან იქ დიდ მანქანას ვერ გააჩერებ, შემოვლითი გზებით მე გიორგი დვალაშვილი დამეხმარა მისვლაში რაღაცა რუკებით, ძალიან მისასვლელად ცოტა რთულია, ალბათ ცოდნა სჭირდება და აი კიდე არაერთხელ მივალ და უფრო მოახერხებ, ალბათ უფრო პრაქტიკულად მისვლას. ეს არის ადგილი, რომლის შესწავლა და საერთოდ პოპულარიზაცია ცვლის ჩვენი ქვეყნის ისტორიას. მე მგონი არა მხოლოდ ჩვენი რაღაცა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, იმიტომ რომ გააზრებაზეც ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად ასეა, როგორც მოგეხსენებათ, მუშაობს უნივერსიტეტის ექსპედიცია, სხვათა შორის ექსპედიციის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლიჩელმა მე მითხრა, რომ როგორც კი დაიგეგმება ოფიციალური ტურები, გაუცილებლად ვიღაცას დაგვახვედრებენ. იმიტომ რომ ასეთი რაც არ უნდა ჩვენ ვიცოდეთ ინფორმაცია გრაკლიანის ნაქალაქარზე, იქ დეტალები მაინც განსხვავებულია, იქ სხვა ცოდნა მოითხოვს ეს დეტალები და ამიტომ აი ტური როცა დაიგეგმება აუცილებლად იქ დაგხვდება ამას გვიდება ბატონო ვახტანგი. ესე იგი რა არის ზოგადად აღმოჩენილი, ეს არის არაერთი ნასახლარი, მარტო ორ თვეში ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 35,000 ექსპონატი, აი წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის და შრეებად არის აღმოჩენილი აი ისეთი ტიპის ექსპონატები, რომელსაც არ აქვს ანალოგი, მაგალითად, ისეთი ღუმელია აღმოჩენილი, რაღაცა საკრალური ღუმელი თითქოს, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება. გარდა ამისა, აი ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენად ითვლება ტაძარი, რომლის ეს არის ზოროასტრული ტაძარი და ამობენ რომ ამ ტაძარზე ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი ტაძარი იყო, იმიტომ რომ იქ არის ერთი ორნამენტი, რაც პირდაპირ კავშირში ამ ნაყოფიერების ღვთაებასთან. და ამ ტაძრის საკურთხეველია ორი აღმოჩენილი თუ არ მეშლება და ამ საკურთხევლის პოსტამენტზე არის წარწერა, რომელიც არის, მე ვფიქრობ, რაღაცა სრულად როცვლის ზოგადად დამწერლობის ისტორიას მსოფლიოში. აი თქვენ ხედავთ კიდევაც სურათებზე, ამ წარწერაზეა საუბარი, ეს ხა დაკონსერვებულია და ეს არის აქამდე უცნობი დამწერლობის ნიმუში, ანუ საერთოდ წინარე ეტაპი და ანბანური დამწერლობის და თარიღის დასადგენად გაიგზავნა ნიმუშები მაიამის უნივერსიტეტში. და უნივერსიტეტმა, ანუ ლაბორატორიაში და ლაბორატორიის დასკვნით, ანუ თარიღი არის ძველი წელთაღრიცხვით მე-11-მე-10 საუკუნეები. აი წარმოიდგინეთ, ახლა მისი წაკითხვა, მოკითხვა ისეთი არ არის მარტივი ამბავი. ძალიან ბევრს მეტყველებს საზოგადოებრივი განვითარებაზე და მათ ინტელექტუალურ განვითარებაზე ეს წარწერა და ამხრივაც გადატრიალება. აი სხვა აღმოჩენებს რაც შეეხება, მაგალითად არის აღმოჩენილი საბეჭდავები. ეს არის ძველი წელთაღრიცხვით მე-14 საუკუნის საბეჭდავი, რითაც ხდებოდა დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება. რასაც იყენებდნენ მაგალითად სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში, ასევე ოქროს დისკო და ისეთი ტიპის ექსპონატია, აი რაც ვთქვით, თუნდაც აი საბეჭდავი, რომელიც აი სამხრეთ მესოპოტამიაში არის ერთი ცალი, როგორც ამბობენ და მიუთითებს იმაზე, რომ ამ ტერიტორიაზე აი 1000 წლეულებით ადრე ცხოვრობდა დაწინაურებული საზოგადოება, კულტურული საზოგადოება, რომელსაც აი იმ პერიოდის ტექნოლოგიური ინოვაციებზე მიუწვდებოდა ხელი. და რომლის შესახებაც ახლა ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. და ძალიან შთამბეჭდავია. ანუ ინფორმაცია არ გვაქვს. ხო, არა, ეს ახლა კვლევის საკითხია. ხო, ანუ ეს კვლევა ჩატარებულა აქვს ალბათ. მიმდინარეობს სხვათა შორის არქეოლოგიური გათხრები და სტუდენტებისთვის არის რაღაცა სამუშაო სივრცე, ბაზა,
რამხელა ამბავია. ვაიმე რა საინტერესო და ძალიან ემოციური. ხოშორ რამხელაში რომ არის არქეოლოგია, მე რომ აქვს ნანახი დოკუმენტური საწყისს არ ვარ დასწრებული, ეგეც საინტერესოა ნეტა თუ აქვს ჩვეულებრივი მოქალაქეს საშუალება ტურისტული საშუალებით. ჩემი აზრით იქნება შესაძლებელი. იმიტომ ძალიან საინტერესო, მართალია ძალიან შრომატებული, ძალიან ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ალბათ რაღაც ეტაპები ექნება, როცა ადამიანების მისვლა ძალიან საინტერესოა. აი მაგალითად ახლა გუშინ ჩემმა მეგობარმა ნახა, გუშინ ჩვენ არავინ არ დაგვხვდა, თუმცა იქ შესვლა შესაძლებელია. უბრალოდ იქ ახლა აუცილებლად მასპინძელი უნდა დაგვხვდეს. და ნახეთ ყბა და კბილები, აი ესე ჩანდა იმაში, რა ქვია, ანუ საბადო არის მთელი არქეოლოგიის და მე მჯერა რომ რა ვიცი, ჩვენ მოგვეძევება თანხა იმედია რითაც გაგრძელდება ეს გათხრები და იმიტომ რომ კავკასიაში სრულიად უნიკალური ძეგლია, რომ ასე თანმიმდევრობით არის დალაგებული, განვითარების აი ამოდენა ეპოქები, ხო? ნამდვილად ესეა, ნამდვილად ასეა და უაღრესად შრამბეჭდავია, აუცილებლად უნდა გქონდეს ნანახი ეს სივრცე და ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ როდესაც დაიგეგმება ეს ტური, გრაკლიანის მუზეუმს ჩვენ ვერაუვლით გვერდს. სხვათა შორის მუზეუმში ჯერჯერობით არ არის ექსპონატები და ალბათ განთავსდება ყველა ის ნივთი, რაც ამ ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი. კი ბატონო, გრაკლიანიდან ახლა მუზეუმიდან რო დავიწყოთ სოფლებში, ანუ ერთ-ერთი პირველი სოფელი, რასაც ჩვენ ვესტუმრეთ, ეს არის ლამისყანა. ეს არის მდინარე ქსნის მარჯვენა სანაპირო, ქსნის ერისთავების სამოსახლო, ასე ვთქვათ. და მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში გარკვეული პერიოდი ლამისყანა ეკუთვნოდათ მუხრან ბატონებს, მაგრამ მერე ისევ დაიბრუნეს ერისთავებმა და ვესტუმრეთ სასახლეს, რომლის გახსნასაც მე ველოდები უკვე რამდენი წელია, ეს არის ჯამბაკურ ორბელიანების სასახლე. ჩვენ გქონდა მოლოდინი, რომ სასახლის რესტავრაცია დასრულდებოდა მაისის ბოლოს. ანუ მე ამ მარშრუტის დაგეგმოს ველოდები, იმიტომ რომ არ მინდა ამ სასახლის გარეშე დაიგეგმოს ეს მარშრუტი და ეხლა მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, ძალიან გაიწელა. ანუ ჯგუფი, ვინც ახლა დაგხვდა, იმად გითხრას, რომ ბოლო 1 წელია. ანუ ეს კიდე სხვა ჯგუფი მუშაობს. და მალე სავარაუდოდ აი უბრალოდ შეხედეთ რა მაღალი გემოვნებით გაკეთებული საოცარი სასახლეა. სასახლე ეხა ორბელიანების სამოსახლო ეს ტერიტორია არ არის, მაგრამ ორ სასახლე ააშენა ივანე ორბელიანმა თავისი მეუღლის ნინო თორნიკეს ასული ერისთავის სამზითრო მამულზე. ანუ აშენებულია ორბელიანის მიერ, მაგრამ მამული ეკუთვნოდა ერისთავებს და ბოლო მაცხოვრებელი ამ სასახლის ესენი იყვნენ მშობლები, ანუ ამ ადამიანების, ამ მშენებლების შვილი ალექსანდრე ორბელიანი, რომელსაც ცოლად ყავდა მარიამ ჯამბაკურ ორბელიანი, ესეც კიდე სხვა შტო არის ორბელიანების. ეხლა ჯამბაკურ ორბელიანი ჩვენ ვიცით მარიამი, ეს იყო თეკლას შვილიშვილი, თეკლა ბატონის შვილის, ვახტანგ ორბელიანის ქალიშვილი იყო და ერეკლე მეფის შვილთაშვილი. ანუ ეს ორბელიანი იყო წერაკი ძალიან მაგარი ქალი, ძალიან მებრძოლი, წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქართული სკოლების გახსნის ავანგარდში მდგომი ქალი. და საერთოდ ეს სასახლე არ იყო მხოლოდ რეზიდენცია, ჯერ გალავანი აქვს ამ სასახლეს ფანტასტიკური. გალავანი არის ბევრად ადრინდელი, ის არის ერისთავების აშენებული გალავანია და შემდეგ უკვე ამ ორბელიანების მიერ არის რესტავრირებული, ძალიან მაინტერესებს. 4 კუთხეში აქვს ეს კოშკები, ხო? აი ულამაზესი სასახლეა და ძალიან მაინტერესებს ადგილობრივები, აი გიდები რა ინფორმაციას მოგვიყვებიან. სხვათა შორის აივნიდან ახლა ამ სასახლის აივნიდან ჩანს ახალგორი, დღეს უკვე ოკუპირებული, რომელიც იყო ერისთავთა რეზიდენცია, იქ იყო განთავსებული. ეხლა რაც შეეხება ამ სასახლეს, ეს არ იყო მხოლოდ საცხოვრებელი, იმიტომ რომ ეს იყო კულტურული კერა იმ ეპოქის და ცნობილია მათი საგვარეულო ბიბლიოთეკა. ეს არის საცავი მე-19 საუკუნის ძალიან მნიშვნელოვანი, აი საცავად განიხილებოდა მათი ბიბლიოთეკა და წიგნები იყო რა ნებისმიერ ენაზე იყო უამრავი ხელნაწერი და თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ორბელიანების სიძე იყო ივანე ჯავახიშვილი, რომელიც ასევე ხშირად სტუმრობდა. რასაკვირველია, ეს სასახლე მასაც უკავშირდება და 1906 წელს ივანე ჯავახიშვილი დაქორწინდა ანასტასია ორბელიანზე. სხვათა შორის ანასტასიას და ცოლად გაყვა კიტა აბაშიძეს. ანუ საოცარი სიძეები ყავდათ მოკლედ ორბელიანებს და ეს სასახლე აიყო
აი ესე ვთქვათ, კულტურული თავშეყრის ადგილი არივერსია რო თუნდაც აი უნივერსიტეტის დაარსების შესახებ მსჯელობა არაერთხელ მიდიოდა ამ სასახლეში და ძალიან საინტერესო თვალით რო შეგვახედა ეხლა მაშინ რა ხდებოდა ამ სასახლეში და რა დიალოგები იყო წერალთა სახლში მაქვს უვიდანს და შედიოდი ხოლმე სულ ფიქრობ აი და მე რო ვუსმენ ივანე ჯავახიშვილი როგორ მეტყველებს ეს არის რაღაცა საოცრება და აი დიდებულება ქართული ენის ჩანს მის მეტყველებაში ივანე ჯავახიშვილის და 1913 წელს ივანე ჯავახიშვილმა აი ამ ორბელიანების აი ამ ბიბლიოთეკაში იპოვა ქართლის ცხოვრების ყველაზე ძველი ჩანაწერი ეს იყო ალექსანდრე კახთამეფის ანუ ანა ბატონიშვილის ბრძანებით შესრულებული ხელნაწერი ანასეულ ხელნაწერს ეძახიან რომელიც ითვლება ყველაზე ძველ ქართლის ცხოვრების ხელნაწერი და ისიც აქ აქვს ნაპოვნი და ყველაზე როგორც ხდება ხოლმე საერთოდ ნებისმიერ ესეთი ისტორიას აქვს ძიმე გაგრძელება ჩვენს ქვეყანაში 1924 წელს ბოლშევიკებმა ლამისყანის სასახლიდან 9 ურმით გამოზიდეს ეს წიგნები, ხელნაწერები, ასე ვთქვათ, ძირითადი ნაწილი მაინც დაკარგულია. ბეკერის შავი როიალი, თეთრი პიანინო, უნიკალური ავეჯი და შენობაში განათავსეს კოლმეურნეობის გამგეობა. და სხვადასხვა პერიოდში აქ იყო ფოსტა იყო, ამბულატორია, სამშობიარო. არ დამავიწყდეს ის ფაქტი, რომ გალავანში არის ძველი ეკლესია ძალიან, ეს ეკლესია ჯერ კიდევ არსებობს ესეთი თქმულება თუ რაღაცა გადმოცემები, რომლის თანახმადაც სწორედ იმ ეკლესიაში ინახებოდა ანჩისხატი გარკვეული პერიოდის სანამ მას თბილისში გადმოიტანდნენ. და ეს ეკლესიაც საბჭოთა პერიოდში რაღაცა ხორბლის თუ მარცვლეული შესანახ ადგილად იქნა გამოყენებული. მუზეუმს რაც შეეხება 1986 წელს გაიხსნა ეს მუზეუმი. არის ექსპონატები, მაგალითად ლამისყანას თუ გავიხსენებთ, ლამისყანიდან გაიტაცეს დავით გურამიშვილი. ამიტომ ამ სასახლეში იყო დათმობილი ერთი ოთახი დავით გურამიშვილისთვის, მჯერა რომ ახლაც აღდგენილ სასახლეშიც ასევე იქნება. ასევე არის მარიამ ჯამბაკურ ორბელიანის მოღვაწეობასთან დაკავშირებული, ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ამ ნივთები და ასე ვთქვათ, ძალიან უაღრესად საინტერესო და ულამაზესი სივრცე აქვე ყურისძირში შეგვიძლია მოვინახულოთ და აი ეზოსაც კი ხედავთ, ისეთი ლამაზი გვირილებია, არ ვიცი ხამას სავარაუდოდ გათიბავენ, მაგრამ ბრწყინვალე სანახავი მარგალიტი ჩვენი ქვეყნის კულტურის, ასე ვთქვათ. სხვათა შორის არის შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთებული და მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ დაიწყოს ადაპტირებული დავრჩები, რომ ხშირად არ არის ხოლმე ეგრე. აუცილებელია, ეს ძეგლს არ აზიანებს, ეს ისე ამიდგმული რომ აი დაინახეთ, აი გარედან რაც არის. ცოტა სწრაფი ის კი არის, მაგრამ იქ ჩანს პატარა ფრაგმენტში. ეხლა რაც შეეხება ქვემოჭალიდან, ეხლა გადავიდეთ სოფელ სამთავისში. ეხლა სამთავისის ხსენებაზე შეუძლებელია საქართველოს მოქალაქეს არ გაახსენდეს სამთავისის კათედრალი, რომელიც არის საეტაპო ტაძარია. მართლა არქიტექტურული შედევრია, ნამდვილად შეიძლება საეტაპო საეტაპოს რატო ეძახით? ამ ტაძრის საფუძველზე და ნიმუშით არის აშენებული არაერთი ტაძარი ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის თბილისში ეს არის ქაშვეთი არის სამთავისის ასლი. და მაშინ აი ზუსტად განსაკუთრებით ეს ჩანს აღმოსავლეთ ფასადზე. საერთოდ ყოველთვის უნდა ვნახოთ აღმოსავლეთი ფასადი და ქაშვეთის აღმოსავლეთ ფასადი უკან არის მოქცეული და ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ხოლმე ნანახი. ეხლა რაც შეეხება სამთავისის ტაძარს, ანუ პირველადი ტაძარი აქ აშენებულია, როგორც არაერთი წყარო ამბობს, ვახტანგ გორგასლის პერიოდში. მაგალითად არის წყაროები, რომელიც აი თბილისის სიონი რო შენდებოდა, იმ პერიოდში აშენებული, სწორედ დაწყებული მაშინ ამ ტაძრის მშენებლობა და სხვათა შორის 2000-იან წლებში, როდესაც იყო ესე თქვა არქეოლოგიური გათხრები, აქ არის აღმოჩენილი იმ საწყისი ტაძრის ფრაგმენტები, რომელიც არის შენარჩუნებული და არის უაღრესად საინტერესო. ახლანდელი ტაძარი, ეს არის 1030 წლის პერიოდის და ტაძრის ამშენებელზე, აი ილარიონ სამთავნელი
და მასზე ზუსტით არიღი და ამშენებლის შესახებ არის წარწერა და არ არის საკამათო. სხვათა შორის გიორგი ბრწყინვალეს დროს სამთავისი უკვე გადაეცათ ამილახრებს და შემდეგში უკვე ამილახრები ითვლებიან ამ ტაძრის აი ხელახლა ამშენებლად და აი ელზა მაინტერესებს შენ რო ახსენე აღმოსავლეთ ფასადი რომელიც არის განსაკუთრებით ლამაზი მოჩუქურთმებული და ასე შემდეგ ეს პირველადი სახით არის შემორჩენილია როგორც ვიცი თუმცა მაინც მე-16 საუკუნეში მაინც იქნება აღდგენილი ფუნდამენტურად კი ну ითვლება რომ არის მე-11 საუკუნის და აი ერთ-ერთი უაღრესად საინტერესო ტაძარია და შემდეგ უკვე აი ქტიტორებად ძველი ვიანდელ წარწერებში უკვე ითვლება გივი ამილახვარი და მისი მეუღლე თამარი. კი ბატონო და ნუ სამთავისთან დაკავშირებით აი უამრავი რამე შეიძლება და ერთ-ერთი უაღრესად საინტერესო ტაძარია. სხვათა შორის 2007 წელს ტაძარი არის შეყვანილი იუნესკოს საცდელ ნუსხაში და ახლა უკვე 20 წელია რაც დარჩა იმ საცდელ ნუსხაში და ჯერჯერობით მამა ფილიმონ კარბელაშვილიც მსახურობდა იქ ასწავლიდა თუ არ ვწდები ეზოშია დაკრძალული თუ ნამდვილად ესეა კი ბატონო გადავიდეთ უბრალოდ იმდენი რამის თქვა შეიძლება სამთავისზე რომ კიდე რამე თემა რო დავიწყოთ დანარჩენები დარჩება ამიტომ ტურებზე მოგიყვებით სრულად ინფორმაცია სამთავისის შესახებ და სამთავისიდან ახლა გადავიდეთ უკვე ქვემოჭალაში ქვემოჭალა ეს არის ამილახრების სამოსახლო სოფელში აღმოსავლეთით არის ასე ვთქვათ ეგრევე ჩანს ამაღლებულ ადგილას სხვილოს ციხე ერთ-ერთი რა ვიცი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ციხეა რაც კი გვაქვს საერთოდ ქვეყანაში და საერთოდ სხვილო წარმოადგენდა ამილახვართა რეზიდენციას მაგრამ ამილახრები ანუ ძალიან მაღალზეა ხა თქვენ თვითონაც ხედავთ მთლიანად იქიდან 360 გრადუსიანი პანორამა იშლება და იქედან ჩამოვიდნენ ბარში ანუ ჭალაში ჩამოვიდნენ სახელი ქვემოჭალაც აქედან მომდინარეობს და პირველი ამილახვარი იყო ანდუყაფარ ამილახვარი რომელმაც აი ქვემოჭალაში ბარში ააშენა სასახლე და ქვედა სასახლე ასე ვთქვათ ქვემოჭალის ამილახრების სასახლე შეიძლება კი იცით არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ანუ ის ძველი დიდება რაც ჰქონდათ აი ამ ამილახრების სასახლეებს ამ სასახლეს საერთოდ არ გააჩნია ამ დროს ეს არის გალავანი აქვს პლუს ძალიან ბევრი შრი აქვს აი ზევით რთული ასასვლელი კი არის მაგრამ მაინც დავათვალიერეთ აქვს სათოფურეები ამ გალავანს სალოდეები აქვს და საერთოდ აი ეს ციხეები ხა რაზეც ახლა ვსაუბრობ და ციხესახლები რასაც ქვია ასეთი ტიპის დასახლებებს და სახლებს ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა იმიტომ რომ ეს იყო დაკავშირებული ლეკების და ყიზილბაშების შემოსევის დროს განსაკუთრებით აი მარბიელი ჯარები რომ შემოდიოდნენ რაზმები იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ესეთ გამაგრებულ ციხეებს და ესეთი ციხე არის ამილახრების ციხე და ხოდა ჯორზელზა აქედან არ გარბიან ბიძიაბაბუა და ერთავს ბრეგვაზე ამაზეც აუცილებლად კი ბატონო ამაზეც აუცილებლად ეხა ჯერ სხვილოს ციხის კადრები გადის მაგრამ მანამდე კარგი იქნება თუ ამილახრების სასახლის კადრებს დავაბრუნებთ და აი ძველი საარქივო ფოტოები არის უაღრესად მნიშვნელოვანი და წარმოიდგინეთ მე არ ვიცი რა აი დააგვერდით ეს არის ძველი საარქივო ფოტოები ამილახრების სასახლის და აჰა ეს არის ივანე ამილახვარი თავის ოჯახთან ერთად უნიკალურ სასახლეში რომლის კვალი პრაქტიკულად არ არსებობს სლიანად არის დაშვილი მონგრეული და რაღაცა მესაკუთრეებიც ბევრჯერ მაქვს მოსმენილი მათი ინტერვიუ მთელი ამბავი არის რაღაცა დავა თუ რაღაც სადავო სიტუაცია არის და სასახლე არის აი ესეთ მდგომარეობაში. ნახეთ სასახლის კოშკის სათოფურეები როგორ არის მოწყობილი. აბსოლუტურად ყველა მხარეს აკმაყოფილებს. არის ესეთი სამალავები, რაც აი სრულად ახდენდა დაცვას. სხვათა შორის, როდესაც თეიმურაზ მეორემ გაილაშქრა გივი ამილახვის წინააღმდეგ, ანუ იმდენად დაცული იყო ეს სახლები, რომ სანამ артиლერია არ მოვიდა, აი ძრავერ უყვეს, იმდენად დაცულ სახლებზეა საუბარი. ეხლა რაც შეეხება ამილახრების სასახლიდან, მათი საწყისი რეზიდენცია. სხვათა შორის, აქ ქვევით ვეძებდი აბანოს, მაგრამ გუში ვერ ვიპოვე, მაგრამ ვიცი, რომ სპარსული აბანოს ფრაგმენტები არსებობს, ეს არის აი ჯერ კიდევ ანდუყაფარ ამილახვის პერიოდში. ამილახრებს რაც შეეხება მათი გვარის წარმოშობაზე მინდოდა ორიოდე სიტყვა მეთქვა.
ესენი ზედგენიძეების გვარიდან მოდიან, აი სკოლაში ჩვენ ვსწავლობდით ხოთაშორის იოთამ ზედგენიძე. მე რაღაცა მახსოვს, რომ სკოლაში მაქვს ასწავლი, იოთამ ზედგენიძემ გადაარჩინა, ეს არის ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელია, გადაარჩინა მეფე გიორგი მერვე, ალექსანდრე დიდის ძე, იმიტომ რომ მაშინ იყო ყვარყვარე ათაბაგი იყო აჯანყებული და მზადდებოდა შეთქმულება, რომ მეფე მოეკლათ და მაშინ სწორედ ამ იოთამ ზედგენიძემ გააფრთხილა მეფე, მის მეფის ამალაში იყო და მეფემ არ დაუჯერა თუ გახსოვთ. და იმ კარავში დაწვა მეფის ნაცვლად და აი მართლა მოკლეს მაშინ იოთამ ზედგენიძე და მაშინ მეფემ აი გიორგი მერვემ აი სხვილო და ის ტერიტორია ზედგენიძე საამილახრო, ასე ვთქვათ, მისცა ზედგენიძეებს. სხვაგან აი ზედგენიძე წერია ესეთნაირად. ამიტომ აი მე-15-მე-16 საუკუნეებში მაგალითად ტერიტორია და მათი გვარი ესე იწერებოდა ზედგენიძე ამილახრები, ხოლო აი მე-17 საუკუნიდან უკვე გახდნენ ამილახრები, ასე ვთქვათ და დარჩნენ ამილახრება, თუმცა მათი გვარის ისტორია და მათი გაყოფა არაერთხელ მოხდა. ეხლა სხვილოს ციხეს რო დაუბრუნდეთ, სხვილოს ციხემდე მისასვლელი გზა ნებისმიერ მანქანით ეხლა მანდ ვერ მივალთ, ჩვენ გავაჩერეთ და მე ფეხით ავედით, სავსებით შესაძლებელია, იქ ინფრასტრუქტურა მეტნაკლებად არის მოწყობილი და ესე იგი ციხიდან იშლება 360 გრადუსიანი პანორამა და მართლა აი ქართლის კარიბჭე ერთ-ერთი თავდაცვითი ციხე იყო, რომელიც აკონტროლებდა ძალიან დიდ ტერიტორიას. სხვათა შორის თამარსაც უკავშირებენ, ანუ ამილახრებამდეც იყო იქ ციხე და არის მაგათად მოქცევა აი ქართლის აიში, არიან საზოგადო მოღვაწეები, რომელიც სხვილოელებად არიან მოხსენილი, სხვილოსნელებად არიან მოხსენიებული, ამიტომ დიდი ხნის ისტორია აქვს ძალიან. და მოკლედ შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, აი კი ხედავთ შიგნით რა მდგომარეობაა, 2020 წელს მოხდა სხვათა შორის მისი აღდგენა, მაგრამ როდესაც აქტიურად არ დადის არავინ შიგნით აღდგენილია ელსა? კი. თუნდაც აი ეს მცენარეები შიგნით და ცოტა მოულელი. მე არ მოულელია, იმიტომ რომ არ დადის არავინ. ისევ ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ადგილების მონახულება. აი ეს არის გაკეთებული. სხვათა შორის შესასვლელი აქვს დასავლეთი მხრიდან და შესასვლელი არის 2 მეტრის სიმაღლეზე, იქ ხის კიბეებით ადიოდნენ, როგორც ჩანს, ესე მარტივად. ვერ ახვიდოდი ამ სინზე, 2 მეტრის სისქის კედლებია, კედლები 2 სიმაღლეზე შემთხვევაში. ბუხარი არის აბსოლუტურად ფანტასტიკური, 4-ვე მხარეს არის ბუხარი. და ვუსმენდი ერთ-ერთ მეცნიერს და ის ამბობდა, რომ შესაძლოა 4-ვე მხარეს სხვადასხვა რამე ცხებოდა, მაგალითად ერთგან პური, მეორეგან კიდე სხვა რაღაცა და ან ოჯახი იკრიბებოდა აი ამ ის ცენტრში. ერთ-ერთი ბრწყინვალე და ფანტასტიკურია და რა თქმა უნდა გარეთ არის საოცარი პანორამა, რაც იშლება. და რო გადავიდეთ, ახლა აუცილებლად უნდა ვახსენოთ უსაყვარლესი ფილმი ჩვენი 1973 წელს გადაღებული შერეკილები, სადაც ჩანს და გვაქვს საშუალება ვნახოთ ეს ფრაგმენტი და საერთოდ აი სხვილოს ციხის არქიტექტურა არის ძალიან კინემატოგრაფიული, ეს კლდეზე შეფენილი აი ეს ნაწილია ადგილები პლუს ეს კოშკები, აი ძალიან არარეალური გარემოა და ზუსტად ამ პერსონაჟებისთვის შესაფერისი გარემოა, ესენიც არ არიან ისეთი რეალურ გარემოში კი, რეალობის მიღმა ცხოვრობენ. და სავარაუდოდ თამუნია საფლავით საქმე. კი ბატონო, თამუნია საფლავს რაც შეეხება, ესენი ქვემოთ ჩარბიან. იქ არის ქვედა ნაწილში უკვე, აი გამოჩნდება კიდევაც პანტიანის ჯვარ-პატიოსნის ეკლესიის ფრაგმენტებია, ეს არის მე-19 საუკუნით დათარიღებული ტაძრის ფრაგმენტია, თავის დროზე იყო ბაზილიკა. კი უყურებდა კაცი. კი ბატონო. სხვათა შორის საფლავს რაც შეეხება, კი აქვს იმ საფლავს რამე წარწერა, კი ბატონო, აი ზუსტად ამ ფორმით არის შემორჩენილი ეს პანტიანის ეკლესია. და საფლავის ძალიან ძნელად იკითხება, თუმცა ეხა თამუნია ყიფიანი მაინც ესეთი პერსონაჟი ეგ არავინ არ იცის თამუნია ყიფიანია თუ ვინ არის, მაგრამ მაინც აი რაღაცის წაკითხვა მაინც არის შესაძლებელი. კი ბატონო, ესეთი რაღაცა მისტიური მოგზაურობა არის, ეს არის მოგზაურობა დროში, რომელიც აუცილებლად უნდა დაიგეგმოს. ერთი რამე მინდა თქვა, ჩვენ როდესაც აი ვახდენთ ორგანიზებას ესეთი გასვლით ტურების, ერთ-ერთი პირველი რას ვაკვირდებით ხოლმე, სად შეიძლება თქვა გზა როგორია, იქ მისასვლელი არის თუ არა
სანიშნეები. აი მაგალითად, ხვილოს ციხემდე ისე მოვედით, არანაირი მიმანიშნებელი არ დგას და აი ეს უნდა იკითხო და თვითონ ის მაპიც მაინც და მაინც ზუსტად ვერ მოდის, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი ასასვლელი. არანაირი მიმანიშნებელი გზადაგზა ხვილოს ციხემდე არ დგას. გარდა ამისა, მარადიული პრობლემა ჩვენი ტურიზმის, რაც ვერა და ვერ გადაიჭრა ეს არის, რა მარშრუტიც მოვყევი, არსად არ არის საპირფარეშო. არსად არ არის საპირფარეშო. ანუ კი გვაქვს ეს ძეგლები, მაგრამ ძეგლები უნდა იყოს ადაპტირებული ტურიზმთან და საერთოდ ადამიანებთან. აი სამთავისის საპირფარეშოები, აი სამთავისთან არის ეს საპირფარეშო, რეალურად გაკეთებულია, ჩვეულებრივი კაპიტალური შენობა უბრალოდ არ მუშაობს. სამაგეროდ აი ხედავთ ახლა ეს თავის მოჭრა, საერთოდ ფიზიკურად იქ არ შეიძლება ის არის უკვე თან სიცხეში ქვეწარმავლები ძალიან ბევრი არიან, ნახეთ კიდევაც. ამიტომ იქნებ ამ ქვეყანაში ტურიზმის განვითარება, თუნდაც შიდა ტურიზმის განვითარება, დავიწყოთ იმით, რომ გავაკეთოთ საპირფარეშოები. სულ მაგაზე ვსაუბრობ. მინიმუმ აი ძალიან სირცხვილია უკვე. აი ერთდღიან კურსში ამ საუკუნეში რომ აი ამაზე ვიწევს საუბარი. აი ერთდღიან კასპის მუნიციპალიტეტს რო ვთხოვოთ აქედან ეს არის მათთვის შემოსავალი, იქ ცხოვრები ადამიანები ასაქმდებიან, ჩვენ ხო არ ვამბობთ რომ უფასო იყოს საპირფარეშოები. ფასიანი იყოს, რა თქმა უნდა, ვიხდით, გადავიხდით, უფასო არა. ფასი დაადეთ, უბრალოდ უნდა იყოს. თუ გინდათ რომ მოვიდნენ სტუმრები თქვენ ძეგლების სანახავად, მინიმუმ საპირფარეშოები უნდა იყოს. მაგრამ ძალიან მერიდება. მეგონია რომ ეს ძეგლები ხო, რაზეც შენი საუბრე, ყველა არის ოკუპირებულ ტერიტორიასთან